მონატრებულ სალამს მოგიძღვნით ჩემო ძვირფასო მაყურებლებო. მოგახსენებთ რომ ჩვენმა თეატრმა გადაწყვიტა ესეთი რამ. უпростоრად ეს გადაწყვეტილება ცოტა ადრე დავიწყეთ ამ გადაწყვეტილების ხორცშესხმა, რომ მაქსიმალურად გავხსნათ თეატრალური პროცესი, შიდა პროცესი. თუ როგორ იქნება თეატრი, როგორ კეთდება სპექტაკლი, როგორ იბადება ეს ჩვენი საქმიანობა, რომ ჩვენმა ძვირფასმა მაყურებელმა კიდევ უფრო მეტად პატივი სცეს ჩვენ შრომასა და ჯაფას და უფრო ასე ვთქვათ, უფრო მეტი ინტერესით მგონია რომ შეხედავს ჩვენ ნამუშევრებს. ჩვენ პირველი მცდელობა იყო აქ პატარა საგრიმერო გავხსენით, ფანჯარა გავიტრინა, გავაკეთეთ და გავხსენით და ყველა ხედავს როგორ იკეთებს მსახიობები გრიმს და როგორ ემზადებიან და ეს ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მაყურებლისთვის და ძალიან მომწონს და ესე ჩვენი პატარა ნოვაციაა. მეორე რომელიც ახალი დაწყებული გვაქვს ეს არის როდესაც სადღაც პრემიერის წისკენ რომ მივდივართ გავხსენით ღია რეპეტიციებს ვატარებთ ესეთი აი რაღაცა უკვე ერთი კვირით ადრე პრემიერამდე შაბათ-კვირას უძახით ხოლმე მაყურებელს და მოდის ხოლმე ნახევარი დარბაზი ხშირად ბევრი ხალხი მოდის მოულოდნელად და ესენი უყურებენ რეპეტიციას როგორ ყვირი, როგორ იმაშობიან, როგორ გადადიან მსახიობები, როგორ გადმოდიან, ასე შემდეგ და მე მგონია რომ ძალიან საინტერესო რამ გამოვიდა, იმიტომ რომ ჩვენთვისაც ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა მსახიობებისთვის, იმიტომ რომ მსახიობებს ამოწმებს ბევრ რამეს, ესეთ სპონტანურ მაყურებელთან და მაყურებელიც ყოველ შემთხვევაში ჩვენ რაც გვითხრეთ ძალიან კმაყოფილები არიან ამებით. ახლა გვინდა კიდევ უფრო შორს წავიდეთ, თუ გამოგვივიდა, გავაკეთოთ ერთგვარი ესეთი ღიური სპექტაკლის შექმნის. ანუ პირველი წუთებიდან და პირველი დღეებიდან მისი ჩანაფიქრის ნელ-ნელა ეს კვირაში ორჯერ კვირაში სამ როგორც მოვახერხებ და შეიძლება მეტჯერ მოვახერხებ ესეთი პატარა რეპორტაჟები მოგაწოდოთ სპექტაკლის მთელი აგების პროცესის. ჯერ ეგერთი იმიტომ რომ დაინახოთ იქნებ დაგაინტერესოთ, იქნებ არ დაგაინტერესოთ, მაგრამ ამასაც ვნახავთ. ვნახავთ რამდენ რამეს თხზავს რეჟისორი და მსახიობები და დრამატურგი და ყველა მთელი სადადგმო ჯგუფი ერთად და რა რჩება მე სპექტაკლში. იმის ხშირად მეოთხედიან, მეხუთედიან, ზოგჯერ მეათედიც. იმიტომ რომ დასაწყისში უამრავი იბადება იდეა, უამრავი საქმეა, ფრთოსანი, მერანი და პეგასი დაფრინავს ახლა ჩვენ თავზე და რა გვესვრის იდეებს და ჩვენ ამას ლაპარაკობთ და მე ეს არაფერი შეიძლება არ დარჩეს. ეს ანიშნავს რომ სპექტაკლს რამე დააკლდება, უბრალოდ ჩვენ ბევრს ლაპარაკობთ და იქიდან რაც ძალიან მნიშვნელოვანი ემას ვთხოვებთ. ამასთან თხზავთ სპექტაკლს. როგორც ამბობდა რენეკლერი, თუ აი ჯერ უნდა მოიგონო ყველაფერი, ის ფილმზე ამბობდა და მე რჩება ყველაზე მარტივი რამ, გადაიღო ფილმი. ამიტომ თუ ყველაფერი კარგად მოფიქრებული გაქვს, მე რჩება მხოლოდ ძალიან მარტივი რამ, დავძახო მსახიობს და დადგა სპექტაკლი. ეს ამ წუთას ვართ ამ მოსამზადებელ პროცესში, როდესაც ერთდროულად ხდება დეკორაციის მოფიქრება, მოვლენათა რიგის ჩამოყალიბება, პიესის წერა, განაწილება, ეს არ უნდა დაგანახოთ, იმიტომ რომ მსახიობებს გული გაუწყდება, ყველაფერი არ შეიძლება რომ აქედან ასწერია და არ ვიცი რა ვქნათ, ასე და ასე შემდეგ, მოკლედ მთელი ნებათა ღელვები ახლა მიმდინარეობს აქ. ეს გახლავთ კროკები ჩვენი მომავალი დეკორაციის თუ სპექტაკლის არც კი ვიცი. ახლა აღარ ვიცი როგორ გადავიდე, როგორ გადაგიყვანოთ უკვე ჩვენ შინაგან სამყაროში, ჩვენ ბატონო. მოდით ჩვენ ესე გავაკეთებთ, ჩვენ გავაგზავნებთ იმასაც ვაკეთებდით და თქვენ კიდევ იყავით უტყვი მოწვევები ამ ჩვენი წყალების. ამ წუთას ვიგონებთ დეკორაციას ერთ-ერთი სცენისთვის, რომელიც სავარაუდოდ შეიძლება იყოს, ხო, ბოდიში, როვიზია რა ქვია,
პიესა გვაქვს არჩეული. მარკიზ დე სადის კალამი ფილმი შეიძლება დანახეკავთ და იმ ფილმის სცენარის მიხედვით ვაკეთებთ სპექტაკლს. პიესა სხვა არის, მაგრამ სად ის კიდე არაგერიოთ იმაში, იქაც გიჟეში ხდება მოქმედება და არაგერიოთ. ეს პიესა არის იმის შესახებ, თუ როგორი მნიშვნელოვანია ხელოვანისთვის თავის აზრის გადმოცემა, რომ ხელოვანს თუ ნებისმიერ ადამიანს ვერ გააჩერებ, ის შეიძლება მხოლოდ გაანადგურო. ჩემთვის ესეთი ეპიტაფია გვაქვს ფიგაროდან, ბომარშეს ფიგაროდან, ფრაზა გონებას ვერ გაანადგურებთ ბრიყვებო, ის შეიძლება მხოლოდ უბრალოდ გონებას ვერ მოერევით ბრიყვებო, ის შეიძლება მხოლოდ გაანადგუროთ. არ ვიცი თქვა თუ არა ეს ყველაფერი ინსპირირებულია იმას შემდეგ რომ დოიმოხსნეს იმიდან მეც არანაკლები დღე დამადგა და ამიტომ ყველაფერი ის რაც დამიგროვდა მეც და მინდა თქვა ხელოვანის რთული ბედის შესახებ შეიძლება ის ლაპარაკობს ხელოვანი ლაპარაკობს ის რაც ყველასთვის არ არის მისაღები ან ყველასთვის არ არის სასიამოვნო მაგრამ ის ვალდებულია ილაპარაკოს თორემ მოკვდება ამის შესახებ არის ეს პიესა როგორ აგლიჯავენ ადამიანს ენას პირიდან მაგრამ ის მაინც მუნჯი აგრძელებს ლაპარაკს ასე ვართ ჩვენ ბატონო ახლა ეს ანუ ერთ-ერთი ჯერ გზავთ იმას რა ქვია სცენათა რიგს მოვლენათა რიგს უძახით თეატრში ეს ერთ-ერთი ეპიზოდი არის საგიჟეში ხდება მოქმედება, სადაც მარკიზ დე სადი თან წერს პიესებს და რაღაცნაირად ახერხებს რომ გააგზავნოს სამყაროში და ნელ-ნელა სხვადასხვა ძალები მას უხშობენ ამ საშუალებას და აი ამ ბრძოლაზე ეს ყველაფერი. მიუხედავად ამისა, ეს იქნება ძალიან ცოცხალი, ძალიან ხიარული სპექტაკლი, როკოკო, ბაროკო, საერთოდ ესეთი ძალიან გულისხმობს ასეთ აფეთქებულ შამპანიურის წვეთებით აი რაღაც ესეთ ხელოვნებას დააკვირდით რა ლამაზია იმ პერიოდის მხატვრების ნაწარმოები როგორ დატვირთულია ფიგურებით, დატვირთულია ბევრი შინაარსებით, ბევრი ამბებით და ასეთივე სპექტაკლი გვინდა ჩვენ გავაკეთოთ. იმიტომ რომ მოქმედება მიმდინარეობს შერანდონში ერთ-ერთ მაშინ რა ქვია პანსიონატში საფრანგეთში 18 საუკუნის მე-19 საუკუნის დასაწყისში ეს არის ნაპოლეონის პერიოდი აბსოლუტიზმის პერიოდი სადაც ეს გიჟი რა ქვია კაცი დამწყდებულია კაიხნის წინ და იქიდან სამყაროს უგზავნის თავის გზავნილებს და მას ეხმარება გიჟები მისი მსახიობები არიან გიჟები ეს რაღაცნაირად სიმბოლურია რომ მსახიობები გიჟები არიან თვითონაც ვერ არის კარგად და ამით ჩვენ გამოვხატავთ ჩვენ პროფესიის ხალხ ცოტა ვერ არის კარგად და ამიტომ ნუ მიექცევთ მათ სერიოზულად ყურადღებას თქო ამბობთ თორემ ისინი შორს იძიებენ ამაზე და მოითხრა ნახოთ ჩვენ ეს მოკლედ ეს სპექტაკლს გამდა გვინდა თუ გამოგვივიდა რომ გავაკეთოთ ამ ბაროკოს პერიოდის პატარა მინი თეატრი მსაგიჟეში და ესეთი რამე რომ გავაკეთეთ კარი რაღაცა მარკეტივით ესე იცი უმეც თავიდან ქონათ სადახარ თავიდან ეტყვი იწყო ბიჭო დაიწყე თავიდან ბიჭო არ მომჭრა თავი ნუ არა როგორ დავიწყო ეს არის ეს ის არის ინტერესიან ამიტომ აქ არა აქ თავიდან დაწყება ნუ კაითა ეს ხსნათ ეს გვინდა ოტაკ ჩანს მე მაშინერია ეს ისინი ჩვენ მსახიობმა ატრიალონ ეს გიჟებმა და პატარა მაკეტი ძალიან პატარა უნდა იყოს ეს
ამას ვერ ვიზამთ. ცუდია, ხო? მაგრამ ამის გაკეთებას შეიძლება გადავაყოლოთ ყველაფერი და ეს გვექნება და არ გვექნება სპექტაკლი. ნუ კარგი. ნუ რაღაცა ესეთი რომ გავაკეთოთ. მაშინ ეს ხარ ჩვენ კედლები. იქ დამდაგვემატა ეს რაღაცა ხო? აქეთ ამხარე სცენის შუაზე რო იყოს გაყოფილი, აქეთ ამხარე ესე რომ ეს არ უშლიდეს ეს კედელიც. იმას აქ რო გავაკეთოთ ესეთი ისენი საფიტები, ოღონდ ხის. ვოლტერს ჰქონდა იმაში, თავლაში თეატრი. რო დაბერდა, ცოტას უტრაკებდა თავრობა. თავის თავლაში გააკეთა თეატრი. და ყველა კაი გამოგონება, მათ შორის მოძრავი ზადნიკები, ესეთ ქაღალდზე დახატული ზადნიკები, ეს გამარჯვება. მე არ წარმოგიდგინეს ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი, ეს არის ქალბატონი მაგდა, რეჟისორი, შესანიშნავი ადამიანი, წულაძეა გვარად, მაგრამ ჩვენ ნაცავი არ გეგონოთ, არ გეგონოთ ნეპოტიზმის ისა ვარ, უბრალოდ განასწავლე, კარგი გოგოა და ძალიან საჭირო ადამიანი ჩვენ ამ პროცესში. ეს გახლავთ ანა ინგოროყვა, რომელიც არის მსახიობი და თან იღებს და თან ყველაფერს აკეთებს და თან ერთ ამბავში თან ასწრებს ყველაფერს პორტყიალს იდა უკან. და შესანიშნავი ადამიანი. ეს გახლავთ ფრუ, რომელიც არის თეატრცოდნე, ტექნიში, დედა, მსუქანი და ასე ყველაფერს იკეთე ერთად და ვინც გვეხმარება ფენომენალური ისაა უნარი სანამ იტყვი შენ ამას უკვე ჩაწერილია ეს ყველაფერი ხო და მაგარია კარგი ეს არ მოგიდგინეთ და ახლა ვართ ამ იმაში ახლა ცოტა სავართ აქ როგორც წესი უფრო მეტი ალი აქოთია აი ეს პორტხი ეს პრია ყველაფერი ასე ყვირი თან კიდო ხალხი დადის ვიღაცას თან ნერვები არ ამაკ კარგად იმიტომ რომ სიგარის თავი დავანებ უბრალოდ ვცდილობ რომ დავანებო და მე ვეწეოდი 4 პაჩკას და ახლა ვეწევი 10 დღეში და საათ ნახევარში ერთხელ მიწევს მოწევა და რატო დავიწყეს ბუღალტერია კაცმარისის მაინც რო გითხრათ რომ ჯამთველად იგრძენი სამყაროს სუნები ბავშვობს გამაგზავნე და ისეთი მწეველი ვარ როგორც ვიყავ ეს რა დაგვეყარა არ მოდავარ გადაყარეს სამჯერ არ მოდავარ ნუ ნამუშევარს უნდა გავგო ეს ყველაფერი და ანუ ჩანდეს რომ ვიწვალობთ კაიგე სანამ ჩვენ თავგამოდებით ჭობდითა და ვაგებდით ახალი სპექტაკლის ხერხემალს მოხდა საშინელი კატაკლიზმა ტელეფონი დაждდა და ამასთანავე რაღაცა მიკროფონის ხარვეზები აღმოვაჩინეთ მოვლოდნა და ამიტომ ამას დაემთხვა ეს რომ მე მომიწია ჩემი სიგარეტის მოწევის დრომაც მოგეხსენე არ ვიცი გითხარი თუ არა რომ ვანებებ თავს და ამიტომ საათ ნახევარში ერთხელს ვეწევი და ეს საშინელ ტანჯვას განვისდი ამის გამო ამიტომ გავაკეთეთ პატარა შესვენება და ეხა განახლებული ენერგიით დაუბრუნდით ჩვენ საქმიანობას. მოხდა ისე რომ ჩვენ შესანიშნავ კომპანიას, ჩვენ მხიარულ კომპანიას დაემატა ჩვენი მზეთუნახავი, ჩვენი შესანიშნავ ნინო სურგულაძე, ჩვენი მხატვარი, რომელთანაც უკვე რამდენი წლები არ უნდა ვახსენო ქალთან დაკავშირებით ეს მავიწყდება. ახალგაზრდა გოგონა და მუშაობდა და ეს არის ესეთი ადამიანი რომ ჯერ მოფიქრებული არა, მაგრამ განაწილებული არა და ამას უკვე ყველა კოსტიუმის ესკიზი დახატული აქვს. მე მგონი შეკერილი იქნება რაღაცა თამბავში ვარ. მე მოვედი რომ გითხრა რომ ყველა ნაჭერი ვიყიდით. მე კიდე მინდა გითხრა რომ სამ პერსონაჟი ამოვიღეთ. არა ხუმრობ. გადავანაწილე, გადავათამაშე. არაფერ თუ არ დავამატებთ არაფერს არ ამოვიღებ. ისედაც ესაა. არა ის არ არის ცოტა ხალხიანი სპექტაკლი ჩვენ ესე თეატრი ვართ რომ 12 კაცი ჩვენთვის ბევრია და ნუ კარგია ძალიან მიხარია იმიტომ მიყვარს ბევრ ხალხიანი სპექტაკლები
მეც სიცოცხლე, მეც სიხარულო და მეც მეც მიყვარს და თან ესეთი საყვარელი პერიოდი ამოარჩიე შენთვისაც, შენთვისაც, კოსტიუმისთვისაც და ყველა ესე იბზრიანებს და ლამაზი ამ ლამაზ პერიოდზე გაყვარწული, გაბრანჭული, არაჩვეულებრივი რაღაც სასაცილომდე შესაჩნდა პერიოდი. ძალიან. და თან ის რაც აი შენც მოიფიქრე და ეს რომ ცოტა არეული იყოს ეს მასალა ერთმანეთში, კარგია. გიგიჟებიც კარგია და ერთის მხრივ არის ეს დუნიტკა თუ რაღაც რაც დავარქვით ჩვენი ის ტონი და მეორეს მხრივ ძალიან მაგარი ესეთ ფერადი რამოდენიმე პერსონაჟი. დანარჩენი არის გიჟები. და არ დავასპოილერებ, მაგრამ აი ეს სცენაც ძალიან კარგი იქნება. სპექტაკლის. ხო, ეს სპექტაკლი უნდა ძალიან კარგად გავაკეთოთ. დელარტე არ გამოვა, იმიტომ რომ დელარტე იტალიურია. მაგრამ ნუ აი რაღაცა ვოლტერისეული თეატრი. მიახლოებული ხო. ხო, ისეთი აი ცოტა- ვატოს პიერო და აი ეგეთ პერსონაჟები. ანრი ვატოს ხასიათში რო იყოს ის. ძალიან ლამაზ დახატული ის ძვირიღის პრინტი ნაჭერზე. არა, ეს რა დავაპრინტინო? უნდა დავაპრინტინოთ კი. ხო, აბა იმ პატრა სცენა. ხო, ნუ აი 2-3-ზე. დაჟნაკლები 2.5 2-ზე. ა კოსტიუმისთვის ამბობ, ის შიგნით უკვე ისო სპექტაკლი რო თქვი, იქნება, რო იყოს ესეთი ზადნიკები, რომელიც ესე ჩამოიჭარა. ზადნიკებს ხო. ეგ კი. ჩამოიჭრა და უცებ ესა რა ქვია, ვატოს ის რო არის. აი პიეროს გარეშე უნება ის ძალიან ლამაზად ხარდა. ცოტა გადაპრანჭული ის. კი, და გახსოვს რა მოვიფიქრეთ კოსტიუმში არის ძალიან კარგია. ის შიგნით თუ კიდე მარიონეტი გამოვიდა. რაღაცა რა გავაკეთე. იმაში რა ქვია. უიმე ისა ბუხოს პერსონაჟი ცოტა ის არის. წარმოუდგენია თავი მადამ პომპიდურად. ხო, და მაშინ აი ბუხო. ხო, გონია რომ ბოზია და ამის არ არის. და ეს კაცებს ათამაშებდა შეიძლება გაერთოს ამით და პატარა სექსუალური გადახრებით მოვიდეს. ნუ გააჩერონ. და გავაკეთოთ ეს კაბა ესე. პატრა სცენა შეგნით იყოს. და გავიმეოროთ აი აქ რაც დეკორაციაში გექნება. ესეთი ის არის, აი იმაში კრინოლინში ესეთი ის არის რა. იხსნება ფარდა კრინოლინის. შიგნით ისენი ყავს. აქ ბუხოა თვითონ. აქ მართავს ემად ამ მარიონეტებს რა. შიგნით კაბაში. კარგი. რაღაცა მომენტში გვინდა კიდე ეს რა ქვია. ეს აი რაღაცა ამიდან გამისწრებს არის. ეს კაზანოვა კი არა რა ქვია. მარკიზ დესადი. მარკიზ დესადი. მე მავიწყდება სახელები ყველას და ყველაფრის და არ გაგიკვირდეთ. ცოტა სიკვდილზე რო ფიქრობდეს უკვე 70. ნუ ეს არის და ლაპარაკია რომ ხელოვანს აღარ აქვს დრო, ყოველთვის აღარ აქვს დრო. ხელოვანს არასდროს არ აქვს დრო და გონია რომ ყველა სპექტაკლი გონია რომ უკანასკნელია და მეც ვეღარ მოასწრებ და ამიტომ ეს გქონდეს ამის შეგრძნება რომ რაღაც ეგეთი ფენიქსივით არ ვიცი ეს კოსტიუმი იყოს თუ ვიდეოთი გავაკეთოთ იმიტომ მაშინ ახალ პერსონაჟი დამატება ძალიან გაგვიჭირდება მაგრამ ეს რომ აქ ამ საათს არავინ არ უყვარს ქალები ყველა უყვარს და ყველა ნიშნავს არ არის და ამიტომ რომ იყოს ერთი მისი სიკვდილი რომელთანაც ესწრაფვის რაღაცა მეგონი თუ ეკრანი გაქვს, ეკრანზე საინტერესო იქნება, მაგრამ გავაკეთოთ ეკრანზე რაღაცა უნდა მოვიფიქროთ დროებითი კოსტიუმი რაღაცა გაიცნოს თუ რომელსაც გადავიღებ და ის აი კედელზე შეიძლება რაღაც მომენტში რო ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში აქ რაღაცას ემუქრებიან რაღაცას და უცებ ეს გამოჩნდეს. ეს უყურებს სიკვდილს და იმის მერე სხვანაირად აგრძელებს ლაპარაკს, იმიტომ რომ ხდება რომ აზრი არ აქვს უკან დახევას, იმიტომ შეიძლება დრო არ აქვს. და ის სიკვდილი უყვარს თან აი ესეთი. ნუ ყველა
ისიც შეგრძნება ყველა ხელოვანი მიდის გაუაზრებლად მიდის თავის სიკვდილისკენ. იმიტომ რომ უნდა რომ ესეთი მთავარი ამოცანა ამ სამყაროსი ამოხსნას. ამიტომ ამასაც რო კონდეს ვიმეორებს არ არის ძალიან კარგი წერალი. არც ცუდია, მაგრამ ლიტერატორები ამბობენ რომ ცოტა მოსაწყენია, ცოტა იმეორებს იმას, მეტაფორებს, რაღაცებს, მაგრამ პროვოკატორი არის გენიალური. ძალიან მაგარი შეცვალა ყველაფერი. და ამიტომ გაბედულია. როგორც აი დადაისტები და ესენი იყვნენ თავის დროზე პიკასო, მე ისინი დაანგრიეს ძველი, იმათ სახელები აღარავის არ ახსოვს. პიკასო ყველა შტერმაც კი იცის, არც აქ დანახი, უბრალოდ იცის პიკასო გენიოსი. და იმ გადარეულმა ხალხმა ვიღაცებმა დადაისტებმა, ფუტურისტებმა, იმათ ისინი ნაკლებად პოპულარულები დარჩენ, თუმცა ფუნქცია იმათ დაანგრიეს ძველი ხელოვნება. პიკასომ იმათ ნანგრევებზე მოიფიქრე ორნიანელი ქალები სამი თვალით თემით. და პიკასო დარჩა მარტო. და პიკასო არა მარტო, ბევრი. მაგრამ იგივეა რაღაცნაირად ეს სადიც ეგეთია, რომელიც გრევის ეს იყო. ძველის გრევის ეს იყო ეგეთი იდეა. ანგელოზი თუ რაღაცა. შავი ანგელოზი თუ გნებავთ თუ როგორც გნებავთ და ოღონდ სადმწერლად არ ჩამოყალიბდა, ჯერ ეგრე ციხეში იყო 30 წელი ციხეში იყო. და მაგრამ ეს ციხე გადააქცია პოეზიის რაღაცა ესეთი გამანგრეველი პოეზიის მატრაკი რაღაცა ისმაილად. ძალიან საინტერესო კაცია. და საინტერესო ხაზრომა. ის დასკები მაგას ეცვას რა. ეცვას. ხამე და ხათული დასკი ეცვას ექცენტები ეცვას მაშინ. ახლა ესე კიდე ეცვას. ვიღაც ამ დარჩე გიჟებია. ის კაცები ცოტა ისენი არიან. ეს წინდები გავიმეორეთ უბრალოდ სპექტაკლში. არა, აი სპექტაკლში 4 უნდა გვეყიცა. ერთ სხვანაირ წინა მეორე სხვანაირ. გავიხსენოთ ესკიზები. თორე მე მგონი მე სხვაგან ვარ. ხო, ხალათიანი ერთი. არა, კი. უბრალოდ ეს იყო აი ამისთვის. აი გამაკოს არლეკინი. მაგრამ შეგვიძლია რომ იმასაც ჩავაცოთ და ამასაც ამას აღარ ჩავაცმებ და ამას აღარ ჩავაცმებ. აი რა შემკეთი. არა, შენ ნახან გინდა ის. არა კაცო, აი ეს ის არის. კი, შენ როგორ. იცი მამაკაცებს დანარჩენები ყველა პურიტანელია იქა. ხო და ჩავაცოთ. ერთი ვაფშე ის ბიჭი მდელია და მეორე ექიმიც ესეთი ჟილობია რაღაცნაირად. всё, ის ნასკები არის მარკის დესერტის. კარგი ღამე და წინდები არის მარკის დესერტის. იმას პირველ ცოლი ხო მოყავს იმ ექიმს. ახალგაზრდა გოგო პირდაპირ იმიდან მონასტრიდან იყიდა პრაქტიკულად. იმიტომ რომ მონაყავდეს თავის და ეს პირველი ღამე აქვს აქ ამ შენამდეში იმას თავის ფლიგელი აქვს. და ეს რო გავაკეთოთ რომ ეს რაღაცა ესეთი ისო იყოს რა. ღამე გამოიპარა ამ ნასკებში. ყველგან დახატული გაკლევან. აი. ეს გამოიპარა ეს ის თავის იმიდან. ღია იქ არ არის. მე იწყება მე კეტავენ ამ ციხეს და მე ხდება საწამებელი საშინელი. მანამდე გასაგები ვაფშე. სარკეები რო ქონდეს პატარა ესეთი. აი ესეთი. მთელ იმ პერიმეტრზე იქითაც რაღაც ეგეთი დაყენებული თითქოს რომელსაც ახლა ამას ვერ ვაჩვენებთ თითქოს ამაში იმას ირეკლავს და იქ ვიღაც ოთახში მეორე სართულზე ხედავს რა ხდება პირველი ღამე როგორია სექსი იმას ექიმს და ასე რომ ვიფიქრეთ ესენი არ ჩამოვიდა ესენი ფანრები
17 ლარად ვიყიდეთ მაგარი ფანჯრების წესით. ალბათ არ ვიცით, მაგრამ იმედი გვაქვს. ესე რომ აქ ჩაიხედოს ნინო. ხო, გისმენთ. ანუ აქ რომ აინთოს ეს ფანარი ამ სარკის უკან, ამ სკოჩ სარკი ესე რომ სხივი ბოლი გავუშვდა, სხივი გამოჩნდა. ეს სხივი აქეთ, მე აქედან მიმართული აინთოს იქით, მე იმას იქით და იქიდან აქეთ სადღაც. ესე რომ ამას ხედავს რა ამ მას. ძალიან და იქ რაღაცა პატარა გოგოს აუპატიურებს თუ რაღაცას შევა პირველი ღამე აქ იმას და ეს აქ უყურებს. და იმახსოვრებს მსახიობებთან ერთად ვაფშე რამოდენიმე ორი მსახიობი ყავდა და იმახსოვრებს და მეორე დღეს უნდა ითამაშოს ის როგორც იქ იმაშებოდა რომ დაცინოს ამას და ეს შეიძლება და მე არის სცენა ფილმშია ძალიან კარგი. რომელი? რო ყველაფერს წარწმევენ და ჩურჩურით გადაცემს კამერიდან კამერაში. შეიძლება ისევე ესეთი ბევრი სხივები გავაკეთოთ, აი ბევრი და ბოლი რო გავაკეთოთ და ცოტა ვენტილატორები რო დავყავ, ეს ბოლი იმოძრავებს ესე. და ეს ჩურჩულების ხმები რო იყოს, გეგონება ამ გადამცემ ხმებს დაყვება ესენი ეს ხმები რა, ამ კაცის ლიტერატურა. იქ ისიც ძალიან კაია ესენი რომ ჩურჩულებენ, ანუ ეს რას ამბობს და შეიძლება ეს ეკიპი გამოვარდეს მიდის. ერანგში. და ვერ გაიგოს აიდან მოდის ეს ხმები. ეს ნახატი მინდა გაჩვენო. იცი ეს ნახატი რა საკურველია ყველა ნამუშევარი, მაგრამ თვითონ ამის ეს არ იცის არავინ. ანუ ეს კი როგორ არა კაცო საკანელ გოგოლო. ამას უყურებს ტრუსიკში, კაბისფერში, იმიტომ რომ მაშინ ტრუსიკები ქალებს ხო არ ეცვათ, ტიტლები იყვნენ. და უკან არის ქმარი. ეს საკანელ გოგოლო. აქ არის ქმარი. ზუსტად ეგ პერიოდია. რა კარგია ეს. აი ესეთი ზადნიკები გვინდა ეგეთი ტიპის. ანუ ძალიან ეს არის. კი ძალიან მაგარია. ეს ქმარი არ დავყურებია. არა, მე ქმარია და აქ არის ძაღლი, რომელიც იდეაში სიმბოლო არის რაღაც იმის ერთგულების. მოკლედ ესეთი ჩუმი ის არის. კი არ დავყურებია რა. აძულტერი ხდება. რა მაგარია, რა მაგარია. რა უხარია? რა უყარია? ანუ აი მე საქანაებს მეორეს ვქო. და ეს არის უფრო ესენი ეს არის ბიჭი რო ყურება რა. ეს არის ჩასაფრებული. ეს განანტური საუკუნე არის ყველაზე მაგარი. მაგრამ აი ნახე ეს რა კარგად არის ფეხები შეხედა ეგ ზუსტად. და აქ გაკოში გაძრა ხო? და აქ მიფრინავს მისი კოში. ძალიან მაგარი. კი არაჩვეულებრივი საუკუნე. როდესაც სექსი არ არის ისა. რაღაცა მძიმე ისა, ეს არის ხერული თავგადასავალი. ამავე დროს რა ქვია, ბოზობისთვის აგდებდა მდინარე შკავს და ამ ყველა ბოზობდა. და ყველას ყავდა საყვარელი კაცებს სამ-სამი. თუ არ ყავდა ორი საყვარელი, ეს იყო უხერხული, ძალიან პროვინციალი იყავი თუ რაღაცა და ცოლის რომელიც ქმარს ერთგული იყო, ძალიან ის იყო რაღაცა, შეიძლება. ამავე დროს მეორე მხრივ იყო ძალიან ძლიერი ეკლესია, რომელიც იმისთვის რა ქვია, ძალიან სჯიდა. მაგრამ სჯიდა ალბათ მას დაბალ ფენას, არა? პირიქით. ანა კარენინა ეს ცოტა აქეთ არის მართალია. მაგრამ იქ არის ძირითადი ფრაზა. დანაშაული რო ჩაედინაო, რამეო კაცი მოეკლაო, მე მის მხარეზე ვიქნებოდიო, მაგრამ მან დაარღვიაო თამაშის წესებიო. ამიტომ მე მის მხარეზე ვერ ვიქნები. ანუ საყვარელი გაიჩინა ისე რომ ქმარს გაშორდა. და უნდა იხმაურო, ისე ჩუმად შენ მხარეზე ვარ.
თავიდან ხო პატიობს თან ანა კარენინაშიც პირიქით ცდილობს რომ. ნუ ეს ცოტა გვიანდელი პერიოდია კი 19 საუკუნის მეორე ნახევარია, მაგრამ ეს უკვე ფრანგულიდან წამოსული ისენია მორალი. ძალიან საინტერესო დრო იყო. ალბათ არ იყო ასე მარტივი ახლა ჩვენ რომ მოგწონს, მაგრამ ხელოვნება ძალიან ლამაზია. ნუ ეზეთი ბაბანერკას არის. შუშხუნა. ხო. ძალიან სავსე ტილებით, ბევრი ცუდი სუნით. ხო. მაგრამ ნუ სუნამო ფრანგული, მაგითო არ თუ პარდე. და კულონი იცი რა იყო? კულონი, აი შე რო გიკეთია. შიგნით ჩასათებით. ხო, შიგნით იდო ესა ტილებს, რასაც იზიდავდა ისეთი პატარა ნივთიერება. და რომ მთელი სხეულიდან ეს ტილები მოდიოდნენ კულონში. და მე ამას სანთელზე გადაატარებდა, დაწვალდა ამ ტილებს და გაგზელებდა ემა. თავ პარიკში ეს დიდი ჯოხები იყო, ამან გიაკავდნენ ეს. და ის რო არის ფილმი გახსოვს Danish Girl. ძალიან კარგი ფილმია. მან და ეგეთი ფრაზა რომ ფრანგი ქალებიოს რომ სხეულზე კი არის ხამენო. ისე ასხამენ რომ იმაში რომ გაიარო. არ გადაიღეთ ჩვენი ერუდირებული საუბრები ამ ჩანჩქები ჩვენი ერუდიციის. შევიცვალეთ რომ აი ყველაზე ესეთ მომენტში სადაც რა ქვია გამოვავლინეთ ჩვენი გამოხატვის აპოგეა იყო. ტიპი მაგ დასადები. თამუნა. ეს ჩემი იყო. მაგ დასადები. ტემუდან ტახტს რო ვიწერდი, იმას მოყვა. ხო გამოვიწერეთ კაცო ესა. რო დაყვება. ნახა მანანამ ის რაღაც ხო. რო იცოდეთ თქვენ. დაყვება თან. ადეგი წადი, მიდგება არავინ არ ვიცი. კარგი. მაშინ ამ კეთილ ნოტაზე ჩვენ დავამშვიდობოთ იმას კამერა თუ რაც არის ეგა და ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი ცოდვილი საქმიანობა აქა და ხოლო თქვენ ძირფას მაყურებელო გილოცავთ უბრალოდ გისურვებთ ბედნიერებას სიხარულს და მომავალ შეხვედრამდე თქვენი ლევკა